ლევან, რა კარგია რომ მოხვედი. ლევან, სალაპარაკო მაქვს შენთან. არა, ამ კრეტინი ირაკლის გამო არ შეიძლება ყველაფერი ესე დამთავრდეს. მე მგონი ვიცი რაც უნდა ვქნა. მესმის, იაფი ნამდვილად არ არის. მაგრამ თქვენ არ გინახავთ რა. აი წარმოიდგინეთ, 2 5 კარატიანი შავი ბრილიანტი, წმინდა წყლის, გარშემო თეთრი პატარ-პატარა ბრილიანტებით. ერთი საუკუნის მაინც იქნება. კი ბატონო თან მაქვს. შემიძლია დღეს ვიგაჩვენოთ. ძალიან კარგი. იმედია რომ შევთანხმდებით. კარგად. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ამას შეველებოდი რა. ერთადერთი ნივთი რომელიც ჩემს ბედნიერ წლებს მაქონებს. არა და სხვა გზა რო არა მაქვს. რა ჩანდება ვქნა. არა უშავს თავარია გიორგი იყოს კარგად დანარჩენს მე რაღაცას მოვახერხე. შეიძლება ქალბატონ ლალი? ნე, შენთვის ყოველთვის შეიძლება. როგორ მიდის საქმე, რა? ძალიან კარგად. არაჩვეულებრივი თანამშრომლები გყავთ. ქალბატონ ლალი, ეს ნამდვილია? კი, ნამდვილია. დიდი ხნის წინ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მიჩუქა. თილის მასავით მაქვს. აი რამდენჯერ გავიკეთე. იმდენი ბედნიერება მომიტანა. ეჭვიც არ მეპარება ისეთი სილამაზეა. შეიძლება. სილამაზეა, რამდენი ბრილიანტია. ხო, აი ქალბატონ ლალის მეც მაგას ვეუბნებოდი. ნე, თუ ასე მოგწონს დღეს პრეზენტაციაზე გაიკეთე. ქალბატონ ლალი, არც კი ვიცი რა უნდა გითხრათ. დამიჯერე, ამას ყველას არ შევთავაზებდი. მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოგიხდება. აი ღე. სალამაზია. ნინი უნდა წავიდეთ რა გვეგოდებიან უკვე. ხო, მიდით საქმის მიხედვით მიდით. ეს კოლიე ლალისია? კი, თურმე საყვარელ ადამიანს უჩუქებია მისთვის და რომ ვიკეთებ, სულ ბედნიერება მოაქვსო, ჩემი თილისმაო. ხო, ეხლა ნახევარი კილო ბრილიანტი მოგიტას ბედნიერებას, აბა რა სიზამს. მე მითხარი რამე? აი, არა, შენ არ გითხარი, არ მომაქციო ყურადღება, დღეს რაღაც არეულია, იქით წავიდეთ. კი ბრანჭეროა. ვალერ, გამარჯობა. არ მითხრა რომ აქ ცალია და სადღაც მიდიხარ. რა იყო ვალერ, მოხდა რამე? დოდო დავბადიჭე რესტორანში და ვეღარ ცერემონიის. რა მითხარი, ეთყობა ლალი არ უშვებს. დღეს ცოტა მძიმე დღეა და დღე რა შუაშია საღამოს დავბადიჭე. ეს იგი საღამოსაც არ ცალია, საღამოს მძიმე აქვს, თორე შენ არ კაც უარს არ ეტყვის. არა უშვებს ვალერ, ხვალ-წახვალ, ზეგ, მაზე და ეს. არა, ხვალ და ზეგ იწოვავს, მაგრამ რესტორანში მაგიდა შეუკვეთე და ამასაც ყველაგულია. მანამ, იცი რა ვიფიქრე. მე და შეხმარ წავსულიყავით რა. ცოტა ზავლევდით, ძველ დროს გავიხსენებდით. თან დოდოზეც წამეჭორავები. დღეს საღამოს? ო. რატომაც არა, რას ვაკეთებ რო? კი, ნაცნობი. ესე იგი, კეიფობთ. არა და როგორ მოუხდებოდა ჩემს კისერს ის კოლიე? ჩემთვის აზეთ გამოჭრილი. ანჩო დასმარდი, დაივიწყე ის კოლიე. წეგან ვერ დაგელაპარაკე, ბევრი ხალხი იყო და არ მინდოდა ვინმეს გაეგო. არ იცი რა, მაგრამ იტის ყველაფერი. რა თამუნა, რა დროს თამუნა ვიღას ახსოვს. უკვე ის არის ჩემი ასისტენტი. ეხა ეს შტერი მარი და ანჩოღა დამრჩა მოსაშორებელი და არ იცი რა